ცოლ-ქმარი ფანჯარასთან იდგა და ეზოს გასცქეროდა. მანქანა გაჩერდა, საიდანაც მათი კარის მეზობელი ახალგაზრდა და წყვილი გადმოვიდა. ღამის განათების შუქი პირდაპირ ურტყამდა ეზოს ამ მონაკვეთს და ქალმა სრულიად მოასწრო მეზობელი ცოლ-ქმრის შეთვალიერება. ლამაზად ჩაცმულმა და ძვირადღირებული მანქანით ეზოში შემოსულმა წყვილმა მისი გაღიზიანება გამოიწვია. ქმარს მიუბრუნდა და გაგულისებელმა უთხრა: მისი ყოველთვიური ოფიციალური ხელფასი ნამდვილად ვერ გაწვდება ისეთ ძვირადღირებულ მანქანას მათ რომ აქვთ. ვერც ისეთ ქურქსა და სამკაულებს მის ცოლს რომ ამშვენებს, ვერც ისეთ კომფორტულად მოწყობილ ბინას ამ ჩვენს მეზობლებს რომ აქვთო. გამოდის რომ ოჯახის უფროსი იპარავს, არაკეთილსინდისიერად ცხოვრობს, მის ცოლს კი კუდი ყავარზე გაუდია. როგორ არ ცხენია, მე მის ადგილზე ასეთ ქმარს გავშორდებოდი. კაცმა ისმინა გაგულისებული ცოლის ბუზღუნი, ბოლომდე აცალა, დაცლილიყო, ჩაეღინა და მერე უთხრა: იმ ბინას სადაც გაცხოვრებ, ვერ ეყოფოდა ჩემი ხელფასი, ისევე როგორც შენს გარდერობს, რომლითაც საზოგადოების წინაშე თავს იწონებ. ამას თუ დავამატებთ ბავშვების სკოლის, კერძო გაკვეთილებისა და ვარჯიშის ხარჯებს, მერე კი დათვლილ თანხას ხმამაღლა განვაცხადებ, ყველა მიხვდება რომ შენს ქმარს პატიოსანიშნობით არ აქვს მოპოვებული ეს ყველაფერი. ახლა რა სიზმრში? ქალი წამოენთო, აჭარხლდა, შერცხვენილი ქმარს დაშორდა და გვერდით ოთახში გავიდა. მათ შორის დიდი განსხვავება იყო. ქმარი თავის ყოფას კარგად ხედავდა, განიცდიდა კიდეც. ცოლი კი იმავე მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ სხვას განიკითხავდა.